საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. ჩვენი გაკვეთილის თემა ვახუშტი ბატონიშვილი. ჩვენ მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, რომ ერთი გაკვეთილი მიგვეწყდა ამ ღირსეული ქართველი მამულიშვილისთვის, ვინაიდან მისი ღვაწლი ფასდაუდებელია როგორც ქართული გეოგრაფიული აზროვნების განვითარებაში, ასევე ზოგადად ქართული მეცნიერების განვითარებაში. თვალი გადავავლოთ მის ბიოგრაფიას. ვახუშტი ბატონიშვილი, ბაგრატიონი. იგი ქართლის მეფის ვახტანგ მე-6-ის უკანონო ძე გახლდათ. მის ტიტულზე მიუთითებს ბატონიშვილი, ხოლო გვარით საქართველოს ისტორია მას არ მოიხსენიებს. 1696 წელს დაიბადა ვახუშტი და აღსანიშნავია, რომ იგი იზრდებოდა მეფის კარზე და ძალიან მცირე ასაკიდან, 13 წლის ასაკიდან იგი უკვე იყო ჩართული საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში და სახელმწიფოებრივ საქმიანობაში. იგი ძალიან ბევრს მოგზაურობდა, შეისწავლა მრავალი უცხო ენა, მონაწილეობას იღებდა საომარ მოქმედებებშიც და მისი თვალსაწიერი და ცოდნა ძალიან ფართო იყო. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა ჭაბუკი 16-ოდე წლისა ძალიან ფართოდ ჩაება საგამომცემლო საქმეში, რომელსაც იმ დროისათვის ვახტანგ მე-6-ემ მოჰკიდა ხელი და 1712 წელს მოგეხსენებათ დაისტამბა პირველი ვეფხისტყაოსანი. აი ამ საქმეში დიდი ღვაწლი მიუძღვის სულ პატარა ჭაბუკ ვახუშტისაც. ვახუშტი ბატონიშვილი 1721 წელს თრიალეთისა და საბარათაშვილოს სარდლად დაინიშნა. მამის დავალებით ამ ტერიტორიების აღწერა ჩაატარა მან და აღსანიშნავია, რომ აი ამ აღწერის ტექსტურ მასალას მან დაურთო გრაფიკული გამოსახულებებიც, ასევე სადროშოს გერბი და მისი ნახატიც კი შექმნა. აქედან მოყოლებული იწყება ვახუშტის მოღვაწეობა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე და თანდათანობით ყველა პროვინციის აღწერაც კი. მან საკმაოდ დიდი მასალა მოიპოვა საქართველოს ტერიტორიაზე, დაგროვდა ეს მასალა. მერე საქართველოს ისტორიის ბედუკუღ მართობას თუ გავითვალისწინებთ, 1723 წელს რუსეთ-თურქეთის ზავის შემდეგ ოსმალთა იმპერია მთლიანად იკავებს ქართლს და ქართლის მეფე ვახტანგ მე-6 იძულებულია დატოვოს საქართველო. მეფის ამალა 1724 წელს 1200 კაციანი შემადგენლობით რუსეთისაკენ გაემართა. ისინი გურძიევცეკის უღელტეხილით გადავიდნენ რუსეთში. ეს არის რაჭის კავკასიონზე არსებული უღელტეხილი და ის აკავშირებს ონის რაიონს ამჟამინდელ ჩრდილო ოსეთთან. მათ დიდი წვალების შემდეგ მიაღწიეს ასტრახანს და მხოლოდ 6 თვიანი ძალიან დამღლელი მოგზაურობის შედეგად ჩააღწიეს მოსკოვში. აღსანიშნავია, რომ ის შრომა, რომელიც წარმოადგენს ვახუშტის შემოქმედების გვირგვინს, ანუ თხზულება, ეს ისტორიულ-გეოგრაფიული ნარკვევი, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ როგორც აღწერა სამეფო ისე საქართველო ისე, მხოლოდ მოსკოვის ტერიტორიაზე, ანუ რუსეთის ტერიტორიაზე დასრულდა და აქ მომზადდა ის საგამომცემლოდ. მხოლოდ 20 წლიანი მოღვაწეობა კიდევ შემდეგ რუსეთში ერთვოდა ამ ყველაფერს და 1754 წელს იხილა ამ თხზულებამ დღის სინათლე. ვახუშტი იღვწოდა პოეზიაში, თარგმნიდა როგორც მხატვრულ, ისევე სამეცნიერო ლიტერატურას.
მაგრამ განსაკუთრებულად აღნიშნეს ღირსია ისტორიულ-გეოგრაფიული ნარკვევი საქართველოს ცხოვრება, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ სახელწოდებით აღწერაის სამეფოისა საქართველოსი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს თხზულება შედგება წინა სიტყვაობისაგან და შემდგომ რამდენიმე თავისგან და მათ შორის ერთ-ერთ თავს წარმოადგენს სწორედ აღწერა სამეფოისა საქართველოსი, რაც შემდეგ განზოგადდა საერთოდ ამ თხზულების სახელწოდებად. აი ამ პირველ თავში ვახუშტი აღწერს საქართველოს მე-12-მე-13 საუკუნის საისტორიო საზღვრებში, ვინაიდან ამ დროს ყველაზე უფრო დიდი ფართობი ეკავა საქართველოს სახელმწიფოს და ოროჰიდროგრაფიული დახასიათება, ანუ მთებისა და წყლის ობიექტების დახასიათებას გვაძლევს სწორედ აი ამ ფარგლებში. შემდეგ ნაწილს ამ თხზულებისას წარმოადგენს აღწერა აწინდელისა, ქართლისა, ასევე ვახუშტი მიუთითებს და აღწერს ჰერეთის მხარეს, კახეთსა და კუხეთს, კვალად თუშეთსა და დიდოეთს, აღწერა მოცემული აქვს აწინდელისა, ოსეთისა, ანუ კავკასიათა, შინათა, ასე მიუთითებს იგი ამ ტერიტორიაზე. შემდეგ ეს არის აღწერა საჩინოთა ადგილებთა სამცხე-საათაბაგოსი და აღწერა ეგრისის ქვეყნისა, ანუ აფხაზეთისა, ანუ იმერეთისა. მოგეხსენებათ, რომ ამ უკანასკნელ სამთავროს, სამეფოს ხან ეგრისის ქვეყნად მოიხსენიებდნენ, ხან მართლაც აფხაზეთის სამეფოდ და ხანაც იმერეთის სამეფოდ ქართულ საისტორიო წყაროებში. ამიტომ არის ეს სახელწოდებაც აქ გამოტანილი. ვახუშტის ეს თხზულება მართლაც ფასდაუდებელია, როგორც ისტორიულ-გეოგრაფიული თვალსაზრისით, ასევე ეს არ არის მხოლოდ აღწერილობითი ხასიათის, ანუ თუ აქამდე გეოგრაფია ისედაც, ანუ თავისი შინაარსით გეოგრაფია ეს არის აღწერილობითი მეცნიერება, ამ დროს ვახუშტიმ ის უკვე აიყვანა მეცნიერულ ხარისხში გეოგრაფია და გვაძლევს ძალიან მკაფიო ანალიზს თითოეული მოვლენისას, მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს მოვლენათა შორის და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მის შრომაში. აღსანიშნავია, რომ ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს ვახუშტი ტოპონიმიკას, ანუ გეოგრაფიულ სახელწოდებათა აღწერას. ცდილობს მათ ახსნაც კი მოუძებნოს. მაგალითად, ასახელებს მდინარე ტეხურას. ეს მოგეხსენებათ, რომ რიონის შენაკადია და მდინარე ტეხურას ხსენებისას აღნიშნავს, იგი ტეხს ხიდებსო. გუბის წყალთან მიმართებაში ეს იმერეთის დაბლობის მდინარე გახლავთ, გუბედ მიედინებაო აღნიშნავს ვახუშტი, ანუ მის მდორედინებას მიუთითებს. რაც შეეხება მდინარე ქციას, რომელიც სათავეა მდინარე ხრამისა, მოგეხსენებათ, ქციასაც ხიდთა დამაქცევლად მიიჩნევს ვახუშტი. ამდენად მისი ტოპონიმიკა და ეს მიგნებებიც ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ რაც ყველაზე მთავარია ვახუშტის აი ამ თხზულებაში, იგი გვაძლევს ისტორიულ-გეოგრაფიული ობიექტების აღწერას, დასახელებას და ყველაზე მთავარია, რომ საქართველოს ჰავის შესწავლა, დაკვირვება ჰავაზე უკვე ხელსაწყოების გამოყენებით მხოლოდ 1854 წლიდან იწყება. საუკუნეზე მეტი ხნის წინ ვახუშტი ისეთ ვიზუალურ დაკვირვებებს აწარმოებს და აი ამ ვიზუალური დაკვირვების ანალიზის ხარჯზე იძლევა საქართველოს აგროკლიმატურ დარაიონებას. და ეს დარაიონება ძალიან ახლოს დგას თანამედროვე კლიმატოლოგიურ დარაიონებასთან. ანუ ეს ყველაფერი მოხდა მხოლოდ და მხოლოდ ანალიზის შეჯერების ხარჯზე. მან ყურადღება მიაქცია მეურნეობის განაწილებას და გამოყო მთისა და ბარის მეურნეობის ტიპები. ასევე ჰავის გავრცელებაზე დიდი ყურადღება გაამახვილა და ჰავის გავლენაზე ნიადაგ მცენარეული საფარის განვითარებაზე. ის პირველი მეცნიერია არა მარტო ქართულ გეოგრაფიაში, არამედ საერთოდ მსოფლიო გეოგრაფიაში,
ვინც აღწერა და ყურადღება გაამახვილა ნიადაგმცენარეული საფარის როგორც ჰორიზონტალურ, ასევე ვერტიკალურ ზონალობაზე. ვერტიკალური ზონალობის კანონზომიერების აღმომჩენად უნდა ითქვას ჩვენ და ქართველების სამწუხაროდ, რომ ითვლება ალექსანდრე ჰუმბოლდტი. იგი მთელი საუკუნით გვიან მოღვაწეობდა ვახუშტი ბატონიშვილთან შედარებით, მაგრამ მისი გამოკვლევები ცნობილი გახდა მთელი მსოფლიო გეოგრაფიული საზოგადოებისთვის, ხოლო ვახუშტის შრომები, მიუხედავად იმისა, რომ ის რუსეთში დაისტამბა, მისი ატლასი პარიზში გამოიცა, მაგრამ შრომა მაინც არ იყო იმდენად დაფასებული და ვახუშტის ღვაწლი ამ თვალსაზრისით დაიკარგა. ალექსანდრე ჰუმბოლდტი ძალიან დიდი მეცნიერი გახლდათ, იგი არის გეოგრაფიის ერთ-ერთი მართლაც ფუძემდებელი, თუნდაც მხოლოდ ამ კანონზომიერების აღმოჩენითაც რომ იყოს, მაგრამ და იგი თავის ძმასთან ვილჰელმთან ერთად დიდ მეცნიერულ მოღვაწეობას აწარმოებდა. მათი ღვაწლი დაფასდა ბერლინის უნივერსიტეტი ამ ძმების ჰუმბოლდტების სახელს ატარებს და ვახუშტის სახელი აი ამ კანონზომიერების აღმოჩენაში, რასაც ვერტიკალური ზონალობა ეწოდება, სამწუხაროდ მივიწყებული იქნა. მივიწყებული იყო ასევე ეს შრომაც, რომელზეც ჩვენ ამდენს ვსაუბრობთ, ანუ აღწერა სამეფოისა საქართველოს და მხოლოდ 1880 წელს ქართველმა ერმა გაზეთ დროებიდან შეიტყო ამ შრომის შესახებ. ვახუშტი თავის შრომაში 770-მდე გეოგრაფიულ ობიექტს ასახელებს. აღწერს 440 მდინარეს, 22 ტბას და ეს არ გახლავთ მარტო აღწერა ამ ჰიდროგრაფიული ქსელისა. არამედ ეს არის დახასიათება იმ წყლის ობიექტებისა, რომელიც მას აქვს დასახელებული. მაგალითად, ავიღოთ მდინარე მტკვარი. იგი ძალიან დეტალურად აღწერს მის სათავეს, შესართავს, შენაკადებს მიუთითებს, ასევე ამ მდინარის წყლის ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებს. აღნიშნავს, რომ კასპიის ზუთხიო თბილისამდე ამოუყვებაო მტკვარს. ანუ საუბრობს ასევე იხტიო ფაუნაზე და ეს არ ეხება მარტო მტკვარს, არამედ ყველა ჰიდროლოგიური ობიექტების დასახელების დროს ამ ყველაფრის ანალიზსაც იძლევა. ამიტომ თამამად შეიძლება ჩაითვალოს ვახუშტი ქართული ჰიდროლოგიური სკოლის ფუძემდებლადაც, ასევე გეომორფოლოგიური სკოლის ფუძემდებლადაც, რადგან თავის შრომაში უამრავი მწვერვალი აქვს დასახელებული, მათ აბსოლუტურ სიმაღლეს მიუთითებს, რელიეფის ტიპებს გამოყოფს, იმერეთის მაღლობზე საუბრობს მღვიმე გამოქვაბულებზე, რომელთაც მოსახლეობა მტრების შემოსევის დროს სახიზნავად იყენებდა. აღნიშნავს, რომ ამ მღვიმეებში მონასტერიც კი ჩაუშენებიათ, საუბარია ჭიათურასთან ახლოს არსებულ მღვიმევის მონასტერზე, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს. ხვამლის მასივზე მიუთითებს სამეფო განცდსაცავზე, რომლის გადამალვაც ხდებოდა ხოლმე აი ამ გამოქვაბულებში. რაჭისა და ქართლის ტერიტორიაზე საყინულებს, ანუ ბუნებრივ ჭებზე მიუთითებს, რომლებსაც მოსახლეობა საყინულებად იყენებდა. აღსანიშნავია, რომ ვახუშტის დროს, ანუ მე-18 საუკუნეში მეურნეობა, საერთოდ მეურნეობაში წამყვანი ადგილი უჭირავს სოფლის მეურნეობას და ვახუშტის თხზულებაშიც სოფლის მეურნეობის განსაკუთრებულ აღწერას და ანალიზს აქვს დიდი მნიშვნელობა. აქ დახასიათებულია სასოფლო სამეურნეო ისეთი კულტურები, ასევე შინაური თუ გარეული ცხოველთა ჯიშებიდან, კულტურებიდან აღსანიშნავია, რომ ვახუშტი ასახელებს ბამბისა და ბრინჯის გავრცელებას საქართველოს ტერიტორიაზე და ამ კულტურებმა დღეისათვის სამეურნეო მნიშვნელობა დაკარგა. საქართველოში ფაქტობრივად ის არ გვხდება. მაგრამ სოფლის მეურნეობასთან ერთად ვახუშტი ასევე აღნიშნავს მოპოვებითი მრეწველობის ცენტრებს მიუთითებს
მიუთითებს და ხელოსნობის განვითარების რეგიონულ ასპექტებზე საუბრობს. აღნიშნეს ღირსია, რომ ვაჭრობა როგორც მეურნეობის ერთ-ერთ დარგზე, იგი მიუთითებს, რომ ძირითადად სომეხი და ებრაელი მოსახლეობა ამით დაკავებულიო. ნატურალური გაცვლის ტიპზე მიუთითებს ვაჭრობაში, თუმცა აღსანიშნავია, რომ ასახელებს ფულად ერთეულ თეთრსაც. ვახუშტის აი ამ თხზულების მოკლე მიმოხილვა ეს გახლდათ, მაგრამ ამასთან ერთად ასევე უნდა აღინიშნოს ვახუშტის თარგმნელობითი მოღვაწეობა. აღსანიშნავია, რომ 1752 წელს ვახუშტიმ რუსულიდან თარგმნა მოკლე პოლიტიკური გეოგრაფია და 27 რუკისაგან შემდგარი გეოგრაფიული ატლასი. ვახუშტის ნაშრომს თან ერთვის ატლასი, რომელიც 1735 წელს გამოიცა საქართველოს ხელნაწერი ატლასი და იგი 8 რუკისაგან შედგებოდა. 1755 წელს კვლავ გამოიცა საქართველოს ატლასი და ეს უკვე იყო უფრო გადამუშავებული და იგი შედგებოდა 19 რუკისაგან და 2 გენეალოგიური სქემისგან. ასევე აღსანიშნავია ვახუშტის მთარგმნელობითი მოღვაწეობა. მან 1755 წელს მსოფლიოს საეკლესიო ისტორია თარგმნა. 1759 წელს მოსვლა ანტიქრისტესი, ხოლო 1752 წელს თარგმნა და გამოსცა მსოფლიო გეოგრაფია, ქართულად თარგმნა. მას დაურთო 27 რუკისაგან შემდგარი მსოფლიო გეოგრაფიული ატლასი, რომელიც მოიცავდა იმ დროისათვის არსებულ ყველა ცნობილ ქვეყანა იყო მასზე დატანილი და აღსანიშნავია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ატლასის თარგმნა, იმიტომ რომ აქ არის ტოპონიმიკა და მნიშვნელოვანი წვლილი აქვს აი ამ თვალსაზრისით დღესაც კი დღევანდელ სიტუაციაშიც ეს ფასდაუდებელი ან გეოგრაფიული ატლასის თარგმნა ტექსტობრივ მასალაზე უფრო ძნელი სათარგმნია, ამაში სპეციალისტებიც დაგვეთანხმებიან. ვახუშტი ბატონიშვილს მჭიდრო კავშირები ჰქონდა რუსული მეცნიერების ისეთ კორიფეებთან, როგორც გახდათ მიხეილ ლომონოსოვი, ასევე აღსანიშნავია გეოგრაფი და ისტორიოგრაფი ვასილი ტატიშევთან დიდი მეგობრობა აკავშირებდა და აღნიშნეს ღირსია ისიც, რომ დედოფალ ელისაბედთან, გრაფ შუვალოვთან და მიხეილ ლომონოსოვთან ერთად ვახუშტი ბატონიშვილი მოიხსენიება მოსკოვის უნივერსიტეტის დამაარსებლად. ეს უნივერსიტეტი მოგეხსენებათ 1755 წელს დაფუძნდა. ვახუშტი ბატონიშვილის წვლილი ფასდაუდებელია ქართული მეცნიერების განვითარებაში. მან შემოიტანა ქართულ და დაამკვიდრა ისეთი ტერმინოლოგია, როგორიც გახლდათ გეოგრაფია, ანუ გეოგრაფია მან პირველმა გამოიყენა, ისტორიოგრაფია, ქრონოლოგია, ეს ტერმინი მან შემოიტანა, ასევე ტერმინები აკადემია, ბიბლიოთეკა, კატალოგი, პოლიტიკა, ტომი, ტრაქტატი, ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა, პირველად ამ ტერმინებს სწორედ ვახუშტი ბატონიშვილმა გვაზიარა. ამდენად ვახუშტი ბატონიშვილის წვლილი ფასდაუდებელია ქართული მეცნიერების განვითარებაში, მისი ღვაწლი შეუფასებელია. უნდა აღინიშნოს, რომ ვახუშტი ბატონიშვილის სახელს, ოღონდ ბაგრატიონის გვარით და არა ბატონიშვილის ტიტულით ატარებს გეოგრაფიის ინსტიტუტი, ანუ გეოგრაფიის ინსტიტუტი გახლავთ ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის. ამდენად ჩვენი გაკვეთილი დასრულებულია. გმადლობთ ყურადღებისთვის.